გამარჯობა ეთერშია ქრონიკა 17-ზე მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ გამოშვებაში ნახავთ. ვინ მონაწილეობდა და რა პირობებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში? კითხვები ისევ უპასუხოდ რჩება. ხელისუფლების წარმომადგენლები ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერებს აკეთებენ. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა. პარტია ქართული ოცნების უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვეღარ ხედავს პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. ისაუბრა საკუთარ როლზე პარტიაში, თქვა, რომ ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ იცავდა ეროვნულ ინტერესებს. მისივე თქმით, ქართული ოცნება ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, იკავებდა ასევე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. 2024 წლის თებერვლიდან კი იყო პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მეწილად მოხდა პატივი ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის. დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შეუძლია და მოახერხე. უფლის შეწევით და წყალობით პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ასევე ჩვენი პარტიის წინაშე. მე არაერთხელ მithქვამს, რომ არც ერთი თანამდებობა არ არის მარადეული და არც ერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ეს ჩემთვის ყოველთვის იყო ჩვენი სამშობლოსა და ხალხის მსახურების შესაძლებლობა. დღეს ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. და ბუნებრივი ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი ქართულმა ოცნებამ ქვეყანას საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ქვეყანა გადაარჩინა. დამოუკიდებლად მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე. რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვარის იდეალების, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. შესაბამისად ვრჩები როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. რაც შეეხება ჩემს მოვალ საქმიანობას, ამას დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება გაიგებს, მაგრამ ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნება სიახლეები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, განვიხილავ თუ არა თუ არსებობს ალბათობები, რომ მე კიდევ დაბრუნდი პოლიტიკაში, გამორიცხული არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა როგორც მე ჩამოვაყალიბე და გითხარით, ჩემი ამჟამინდელი, ასე ვთქვათ, მთავარი мотиваცია არის ის, რომ გავიდე პოლიტიკიდან, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და ასე ვთქვათ, დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებასა და მის როლზე ქართულ პოლიტიკაში კეთდება შეფასებები. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის როლი იყო განმსაზღვრელი, მათ შორის იმაში, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან ზეწოლის მიუხედავად ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდა. სამწლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრი. ვფიქრობ, რომ ეს ის მომენტია, როდესაც მადლობა უნდა გადავხადოთ მას იმ საქმისთვის, რომელიც მან ქვეყნის წინაშე გაწია. მე ყველა შევახსენებ
თუ რა წნეხი გამოიარა საქართველომ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში და შეგახსენებთ იმას, რომ მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირ წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში. ეს მეც მაქვს არაერთხელ ნათქვამი, რომ ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირ კაბინეტ დადიოდა, მათ შორის ჩემ კაბინეტშიც იყო, იმისთვის, რომ ეეძულებინა საქართველოს, რომ წასულიყო ესკალაციაზე რუსეთთან, დაგვაწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა ცა და ასე შემდეგ ყველაფერი, რაც ზუსტად ემსახურებოდა ესკალაციას. ეს წრეხი მოდიოდა მაშინ ყველაზე ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე, მაგრამ რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრი არის თანამდებობაზე ყველაზე უმაღლესი პირი, რომლის სიტყვაც და გადაწყვეტილებაც არის გადამწყვეტი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის მაშინდელმა კაცმა პოზიციამ, პირდაპირმა პოზიციამ ამერიკის მათ შორის ელჩის პირისპირ და იქნებოდა თუ სხვა წნეხი, რომელიც მოდიოდა სხვადასხვა მხრიდან იმისთვის, რომ შესულიყავით ესკალაციაში რუსეთთან, მათ შორის უკრაინა გახსოვთ, მაშინ როგორ ესხმოდა თავს საქართველოს ხელისუფლებას და პირდაპირ აქციებს გვიორგანიზებდა პარლამენტის წინ, პირდაპირ ერთვებოდა ზელენსკი, ელჩი გაიწვია ამის გამო, რომ ყველანაირად ასე ვთქვათ, შპოთი შემოეტანა საზოგადოებაში, რომ ეეძულებინა საქართველოს ხელისუფლება წასულიყო ესკალაციაში რუსეთთან, რისი ბოლოც ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა იქნებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის როლი ის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობა, მიუხედავად მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციის პირდაპირ ზეწოლისა, არის ამ მხრივ გამსაზღვრელი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მისი მონაწილეობა იყო გამსაზღვრელი იმისთვის, რომ კოვიდის პერიოდიდან საქართველოს წარმატებულად გამოსულიყო. შეგახსენებთ 2021 წელს, როდესაც გიორგი გახარია მაშინდელი ყოფილი ელჩის, ამერიკის ელჩის კარნახით გადადგა თანამდებობიდან იმისთვის, რომ ჩამოეშალა ხელისუფლება. გახსოვთ, რომ მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა აიღო თავის თავზე მთავრობის ხელმძღვანელობა და ზუსტად იმ მომენტიდან ეკონომიკური ზრდა დაიწყო საქართველოში. პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ რევაზ სოხაძის მაღალ კვალიფიკაციას გაუსვა ხაზი. ყოფილ მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მზად არის სამინისტროს გუნდთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად განაგრძოს საქმიანობა დასახული ამოცანების შესასრულებლად. ძალიან ბევრი რამ გაკეთა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ამაში რა თქმა უნდა განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელსაც მე კიდევ ერთხელ მინდა თქვენი თანდასწრებით ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ საქმისთვის, რაც გაკეთდა ძალიან წლების განმავლობაში. მე ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ახალი მინისტრი ბატონი რევაზ სოხაძე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრია უკვე მრავალი წლის განმავლობაში. 2017 წლის შემდეგ ის იყო საკრებულოს წევრი, იყო საკრებულოს урბანული კომისიის ხელმძღვანელი, შესაბამისად უშუალო შეხება ჰქონდა იმ საკითხებთან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ამ სამინისტროს საქმიანობასთან. გარდა ამისა, ბატონი რევაზ იყო სამგორის დეპუტატი და მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა უშუალო აღმასრულებელი ბერგედები, არ წარმოადგენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი ლიდერობით, ასე ვთქვათ, უამრავი რამ გაკეთდა სამგორის რაიონში, რაც არის ერთი კარგი მაგალითი, რომელიც წარმოაჩენს იმას, თუ როგორი ენთუზიაზმით ემსახურება ბატონი რევაზ მთელი წლების განმავლობაში ქვეყანას და ემსახურება იმ საქმეს, რომელიც მას ჰქონდა ჩაბარებული ამ წლების მანძილზე და დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ის იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი და წარმატებით გააგრძელებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის დაწყებული. წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც არის ბოლომდე მისაყვანი, რომლებიც არის დასაწყები. თითოეული განხორციელებული პროექტი ეს არის კონკრეტული ადამიანების, ჩვენი თანამოქალაქეების გაუმჯობესებული არამხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ აუცილებლად ახალი შესაძლებლობები, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამიტომ არის ჩვენი გუნდი სწორედ წარმატებული, რომ ეს მიდგომა არის და პროფესიონალიზმი არის ის აუცილებელი თვისება, რომელიც არამხოლოდ
განმახორციელებელ გუნდს, არამედ მთელ გუნდს გააჩნია და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი ამოცანა არის, რომ გავაგრძელოთ ეს საქმიანობა კიდევ უფრო აქტიურად, ის ამოცანები, რაც არის დასახული, შევასრულოთ კეთილსინდისიერად და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. მე ამისთვის მზად ვარ, თავი არ დავზოგო ამ მიმართულებით. ჩვენი პრინციპი ყველგან არის გუნდური მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სამინისტროში ეს ტრადიცია გაგრძელდება და აუცილებლად ერთად ძალიან ბევრ კარგ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას მკაცრად აკრიტიკებდა ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას მიესალმება. მართველი გუნდი სენატორის შერჩევით მიდგომაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჯიმ რიშის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა სწორია. ქართული ოცნება ამ კანონებს რომ იღებს, გამჭვირვალობას კი არ ემსახურება, არამედ ემსახურება კონკრეტული ადამიანების რეპრესირებას. ამ ქვეყანაში დემოკრატიული ხელისუფლება როცა მოვა და არჩევნები ჩატარდება, დარწმუნებული ვარ, რომ ოპტიმალური კანონი იქნება შესაბამისი გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ ვიხილეთ ახლა ტრამპის მორიგი ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტებში თანხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა უნდა არსებობდეს, რაზეც გაგიკვირდებათ და ბატონი ჯიმ რიში გამოვიდა და თქვა, რომ რა თქმა უნდა გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი რა არის დასამალი. და საქართველოში რატო არის დასამალი? როდესაც შენ საქართველოში ხელს უშლი გამჭვირვალობის კანონის მიღებას, რომ შენი ფული სად დაიხარჯოს საქართველოში არ იყოს გამჭვირვალე და საკუთარ ქვეყანაში ამართლებ ამ გამჭვირვალობის პროცესს, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ ხარ არაკეთილსინდისიერი. ბრძენი ხალხი იყვნენ რომაელები და მათი გამონათქვამი არაერთხელ გამიმეორებია, ის რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს. რა ვქნათ, ასე არის გეოპოლიტიკა აწყობილი. გვიხარია, რომ ახალმა ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ამხილა და აღიარა ის მავნე პრაქტიკა, რომელიც გამოყენებითაც ამერიკული ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში ხის ძირის გამოთხისთვის, არამედ თავადაც იმ რისკების დაზღვევა დაიწყო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ამდენი წერია, რომ უცხოურ გავლენას სჭირდება გამჭვირვალობა. აი ამ აქტით, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და მათ შორის ამ შეფასებებით, რომ თუ დასამალი არაფერი გაქვს, რატომ არასაჯაროებ, ერთ-ერთში იმეორებენ ჩვენს მიდგომებს, ვფიქრობ, რომ ამითი ყველაფრის წერტილი დაესვა. ახლა ისინი, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილები დატენეს და ისროლეს, ისინი, რომლებმაც მაშხალები დატენეს და ისროლეს, გამოვიდნენ და ამასთან დაკავშირებით თავისი განმარტებები თქვას და ზოგიერთმა დიპლომატმა თუ უცხომა პოლიტიკოსმა მე მგონი ბოდიშიც უნდა მოუხადოს ქართულ ხალხს, რომ ასეთი ყალბი პროპაგანდა იყო წარმოებული საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები, რომლებიცაც ვისმენთ ჩვენ საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის სხვადასხვა ევროპარლამენტარებისგან მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ სწორად ვიქცეოდით, რადგან ვიცავდით და ვიღებდით იმ კანონმდებლობას, რომელიც დაიცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რაც როგორც ჩანს არ არის ზოგიერთი ევროპარლამენტარის თუ უცხოელი პოლიტიკოსის ინტერესებში, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ არა მათ ინტერესებს, არამედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და მომავალშიც ნებისმიერი კანონმდებლობა, ნებისმიერი საჭიროება, რომელიც უფრო კარგად დაიცავს ჩვენ ქვეყანას გარე გავლენებისგან, რა თქმა უნდა, იღებნება მიღებული. მართველი გუნდის განცხადებით სხვადასხვა მიმართულების შემდეგ თავდასხმის სამიზნე ახლა ქვეყნის ეკონომიკაა. ევროკავშირის საელჩო იმ ადამიანებს ახალისებს, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკურ საბოტაჟს უწყობენ. საუბარია ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც გიორგი ჩუგოშვილი მონაწილეობს. ის ამბობს, რომ ევროპის დღეების ერთ-ერთი სპიკერი იქნება. გარკვეული პერიოდის წინ გიორგი ჩუგოშვილი ქართული ეკონომიკის კოლაფსს პროგნოზირებდა, სწორედ მან შექმნა პლატფორმა Free Business. ეკონომიკური კრიზისი იქნება, იმიტომ რომ პოლიტიკა აუცილებლად ჩაითრევს ეკონომიკას კრიზისში, თუ არ მოხდა დეესკალაცია და გუშინ უკვე კონკრეტულ ციფრებში და კონკრეტულ პროგნოზებში ვნახეთ, რამდენად ძიმი არის სამომავლო მოცემულობა. დღეს სამიზნე ჰიბრიდული ტაქტიკებით თავდასხმისა არის ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. ომში ვერ ჩაგვithრიეს, ესკალაცია ვერ შეძლეს, ახლა ცდილობენ რომ დააზიანონ მოსახლეობა, ფიზიკურად ვერ დააზიანეს, ახლა ცდილობენ რომ ეკონომიკურად დააზიანონ მოსახლეობა. ზუსტად ეს ადამიანი
გიორგი ისაკაძესთან ერთად დაიწყეს მათ ბიზნესზე თავდასხმის კამპანია, გახსოვთ თქვენ, რომ იყო წნეხი ბიზნესზე, რომ წასულიყვნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. თუ კი რაიმე არის ბიზნესზე ზეწოლა, ყველაფერი ვნახეთ მათი მხრიდან. და ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ როგორი ხალხი უნდათ მოიყვანონ ხელისუფლებაში. ეს ხო იგივე მორალის ხალხი არის და იდეოლოგიის, რაც ნაციონალურ მოძრაობამ გვანახა ჩვენ 2012 წლამდე, აღიარებულია გიორგი ისაკაძეს, რომ ეს იყო თანამონაწილე ზურაბ ადეიშვილის პროკურატურის დავალებით, იყო თანამონაწილე ბიზნესის რეკეტის. ევროპის დღეს სპიკერად მიყავთ ბიზნესის ზეწოლის, ბულინგის ავტორი. ეს არის უბრალოდ ძირის გამოთხა ევროპული ღირებულებისთვის და ქართული ხალხისთვის ნაცარის თვალში შეყრა, რომ თითქოს ტერორი არის ევროპა, ბიზნესის ზეწოლა არის ევროპა, ბიზნესის წნეხი არის ევროპა და ძალიან სამწუხაროა ეს. აი ეს არის რეალური მტკიცებულებები, რომ ერთის მხრივ ვითომ ევროპული ღირებულება ადარდებთ და მეორეს მხრივ იქცევიან ანტიევროპულად, ანტიქართულად, ანტიადამიანურად. სხვისი აზრის პატივისცემა კი არა, სხვისი აზრის განადგურება აქვს ჩაფიქრებული ამ ხალხს და აკეთებენ კიდეც რაც შეუძლიათ, ქუჩაში. ყოველ შემთხვევაში. ეს არის მოცემულობა და ეს ვიდეოც ერთ-ერთი დასტურია ზუსტად იმის, რომ ერთის მხრივ უკვე ფორმალურადაც აღარ მალავენ იმას, რომ აგრესიულად არიან განწყობილები მათი მოწინააღმდეგეების მიმართ. ვინ მონაწილეობდა და რა პირობებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში. საფრანგეთის საელჩო კითხვებს ისევ არ პასუხობს, გრანტის გაცემის დეტალებზე არ საუბრობენ სოვლაფშიც. გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით დიპლომატიური წარმომადგენლობის დუმილი მმართველ გუნდს უჩენს ეჭვებს, რომ კონკურსი არ ჩატარებულა და ფრანგული დაფინანსება ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თუ მოქმედ წევრებს კონკრეტული დავალებების შესრულებისთვის ჩაერიცხათ. დაგისაბუთებენ ამას. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ დიახ, აი იმ ორგანიზაციას, რომელზეც არის საუბარი, რა დაფინანსებაც აქვს, ამაზე მეტი უნდა კონდეს ამ ქვეყანაში. ყველა ელჩს ვახსენებ, რომ ისინი ამ ქვეყანაში არიან სტუმრად. ეს პრივილეგია მოდის პასუხისმგებლობასთან ერთად. ესე არ არის, რომ ჩახვიდე ქვეყანაში, ფულები აქეთ-იქით ყარო და მე პასუხისმგებლობას არ გძნობდე, ამ ფულით რა ხდება. ესეთი გამოცდილება სამწუხაროდ ზოგიერთ ქვეყანას და ორგანიზაციას აქვს. როდესაც შემდეგ აღმოაჩენდნენ ხოლმე წლების შემდეგ, რომ ექსტრემისტები დაუფინანსებიათ. პასუხი არ არის, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორც ჩანს, რომ არაერთი კონკურსი არ ყოფილა და ეს არის ის მავნე პრაქტიკა, რაზეც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაცია საუბრობს, ოდესაც იყო გარიგებებით გრანტების გაცემა, იმისთვის რომ ყოფილიყო რაღაც პოლიტიკური გავლენების გატარება. ეს ერთი, მეორე ის სუბიექტი, ვისაც მისცა ფული საფრანგეთის ელჩმა, ისინი ყველა არიან პოლიტიკოსები. ადამიანი ირაკლი ხვადაგიანი პარლამენტის წევრი იყო, ამ პარლამენტის წევრი. ათეულში შედიოდა ნაციონალურ მოძრაობის. მეორე გიორგი კანდელაკი, ადამიანი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის იდეოლოგი იყო, როცა ის იყო ხელისუფლებაში. და ის წამების და რეკეტის სისტემის თანაშემოქმედია. სად არის კონკურსი, ვინ იღებს მონაწილეობას და ვინ უნდა მიიღოს ეს თანხები, თავიდანვე არის გადაწყვეტილი. ცნაურია და ალბათ ყველა შეეპარება ეჭვი გრანტების კანონში ცვლილებების შესვლამდე, რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის საელჩო გასცემს გრანტს, ისე რომ ჩვენ ვერავინ ვერ გავიგებთ რეალურად რა იყო ამის რეალური მიზნობრიობა. ამავდროულად გაუგებარი არის და გაურკვეველია და ბევრი კითხვის ნიშანს ბადებს ამ გრანტის მიმღები ნაციონალური მოძრაობის დაჯგუფება, NGO დაჯგუფება, რომელიც დაკომპლექტებული არის ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრებით და სწორედ ეს აქტიური და ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ადამიანები და აქტივისტები იყვნენ, ვინც ამ რევოლუციურ და ზოგადად ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მზად არიან ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად განავითარონ. პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა, განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არა მარტო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, არამედ მას ჰაბის ფუნქციაც ეკისრება ამერიკიდან ექსპორტირებული პროდუქციის რეგიონის სხვა ქვეყნებში გადანაწილების კუთხით.
იუსტიციის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს შეხვედრაზე პაატა სალიამ და ლევან იოსელიანმა. ყურადღება დაეთმო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და მათ პოზიტიურ გავლენას მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესზე. იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი შეთანხმდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. შალვა პაპუაშვილმა წმინდა საყდრის სადესპანოში პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ვიზიარებთ იმ ტკივილსა და მწუხარებას, რომელსაც კათოლიკური ეკლესია და მთელი კათოლიკური სამყარო განიცდის, წერს პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად წმინდა საყდრის სადესპანოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ. ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება პაპის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობა გამოუცხადა წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიას და მორწმუნეებს. საქართველოს პრეზიდენტი 26 აპრილს ვატიკანში რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა თეახრედიანმა საქართველოში ვატიკანის ელჩს ანტე იოზიჩს თანაგრძნობა გამოუცხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა რომის პაპის გარდაცვალების გამო. რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ღრმა მწუხარება გამოთქვა პაპის გარდაცვალების გამო და საქართველოში ვატიკანის ელჩს თანაგრძნობა გამოუცხადა. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობასა და ერთობლივ სამომავლო აქტივობებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან მრავალწლიან მჭიდრო ურთიერთობებს და გამოხატა მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებაზე სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას. შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი მოქალაქე დააკავა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები. ძალოვანი უწყების ცნობით პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული ვიდეო გადაღება განახორციელა, სადაც ბრალდებული წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკულ საშუალებას ათავსებდა. სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისა, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები დიფთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბათუმში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა. განიხილეს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, ასევე ტყვით მოწამვლის პრევენციისა და მდგრადი ზედამხედველობის სისტემის შექმნის საკითხები. საქართველოში მე ვიტყოდი, რომ გვაქვს შესანიშნავი რეზულტატები ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით. ეს გულისხმობს ძალიან სწრაფი ტემპით ზრდას და გაუმჯობესებას, თუმცა რასაკვირველია, ჩვენ კარგად ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომელსაც სჭირდება გამკლავება და გვაქვს კონკრეტული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაიზარდოს ქართული ჯანდაცვის შესაძლებლობები. არ მინდა გამორჩეს და განსაკუთრებულად ხაზი არ გაუსვა იმ თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს აჭარის შესაბამის სტრუქტურასთან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წამყვანია და დიდი ხანია უკვე აპრობირებული აქვს ახალი უშვილობასთან, ასევე დემოგრაფიული პოლიტიკის გასაუმჯობესებელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მნიშვნელოვანი საკითხი იყო ტყვის მოწამვლის პრევენციის საზედამხედველო ფუნქცია, ასევე საქართველოს ჰოლდინგის
ანგარიში რა გაწეული სამუშაოს შესახებ. უშვილობა ზოგადად ძალიან რთული პრობლემაა და წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა მაღალი მომართვიანობა მოსახლეობისაგან. 2022 წელს პილოტურად დავიწყეთ ეს პროგრამა. პროგრამის შედეგები საკმაოდ კარგია. გარდა უშვილობის პროგრამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ხაზი გავუსვით სამინისტროს სხვა მიღწევებსაც. ჩვენ გვაქვს დიდი მიღწევები ონკოლოგიის მიმართულებით, გულის ქირურგიის მიმართულებით, ეს იყო ძალიან მოკლე მონახაზი და განსაკუთრებით შედარებით დიდი ადგილი დაეთმო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევას აწარმოებს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. საქმე ეხება მედიკამენტების შესყიდვისა და გაყიდვის არასამართლიანი ფასის დადგენას. ჩვენ გვაქვს 4 მოკვლევა. ერთი ეხება ფარმაცევტული ბაზრის საქმეს. ჩვენს მიერ დადგენილი იქნა 8 კომპანია, 14 მედიკამენტი, სადაც მაღალი ფასნამატების მიმართულებით მიმდინარეობს მოკვლევა, ხო არ ხდება დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და რამდენად დასაბუთებულია ის მაღალი ფასნამატები, რომელიც მათ აქვს წარმოდგენილი. თემა ეხება დაახლოებით 200-დან ზემოთ პროცენტიან ფასნამატების წარმოებას. აღნიშნული მოკვლევა ახლა მიმდინარეა და დაახლოებით სექტემბრის თვეში ჩვენ წარმოვადგენთ შედეგებს. 25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოგისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოგისტიკის დღე თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. პროფესიული დღე ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის განახლებულ ბაზაზე აღინიშნა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების ამოცანების განხორციელების საქმეში ლოგისტიკის მიმართულების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით მიმართულების სისტემური განვითარება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღევანდელ დღეს უოცავ ლოჯისტიკის მიმართულების ყველა ქვედანაყოფს, ჩვენს პროფესიონალ ლოჯისტიკოსებს. თქვენი საქმიანობა თავდაცვის ძალების ეფექტურად მოქმედების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კარგად უზრუნველყოფილი ჯარი არის ჩვენი ამოცანა, რომლის შესრულება შეუძლებელი იქნება თქვენი წარმატებული მუშაობის გარეშე. უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და ქვედანაყოფების მობილობის ხარისხი. მიმდინარეობს სხვადასხვა აღჭურვილობით ჩვენი ჯარის გაძლიერება. მუშაობთ შეიარაღების შენახვის უფრო მეტად უსაფრთხო პირობების შესაქმნელად. ადგილი, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დიდი შრომისა და მონდომების საფუძველზე დროის უმოკლეს ვადებში მოძველებული ინფრასტრუქტურა აქციო თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ბაზად. თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი სამხედრო ლოჯისტიკოსების მიერ რესურსების ეფექტიანად მართვის შედეგად მიმდინარეობს ინტენსიური ლოჯისტიკური ღონისძიებები, როგორიც არის ბინადმშენებლობა, სამხედრო ქვედანაყოფების ნატო სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობა, თუ თანამედროვე ავტოტექნიკით, საბრძოლო ტექნიკით და საბრძოლო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. წარმატებული ფუნდამენტური ცვლილებების შესანიშნავი მაგალითია ის ადგილი, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ვარციხის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ბატალიონის ტერიტორიაზე. დღევანდელ დღეს ულოცავ და მადლობას გადაუხდი საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ლოჯისტიკოს მოსამსახურეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სისტემის, როგორც დაგეგმვისა და აღსრულების ერთიანი ჯაჭვის მაღალ დონეზე განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის გვერდზე დგომის გარეშე. უდიდესი პატივი და შესაძლებლობაა ყოველდღიურად ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ თავდაცვის ძალების გაძლიერების საქმეში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში. ტექნოლოგიების თვესთან დაკავშირებით შეხვედრა კახეთში ახმეტის ტექნოპარკში გაიმართა. ღონისძიებებია დაგეგმილი თელავსა და გურჯაანშიც გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები და თემატური ლექციები. კახეთის სამუნიციპალიტეტში გაიმართება შეხვედრა ახალგაზრდებთან, სკოლის მასწავლებლებსა და სტუდენტებთან და გვექნება საინტერესო დღის წესრიგი, ძირითადად ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით, STEM საგნების მიმართულებით. ეს არის ერთ-ერთი მზარდი სექტორი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც და პარლამენტი როგორც ტექნოლოგიების მიმართულებით პოლიტიკის გამსაზღვრელი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად არის, რომ ახლოს იყოს ახალგაზრდებთან. მნიშვნელოვანი შეხვედრებია კახეთის რეგიონში დაგეგმილი და
ძირითადი ამოსავალი არის ის, რომ 21 საუკუნეში, როდესაც ციფრული გამოწვევები არის, ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა ტექნოლოგიური განათლების და იმ უნარების განათლების ხელმისაწვდომობაზე, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. პარლამენტმა ამ მიმართულებით ძალიან სიღრმისეული კვლევა ჩაატარა, თუ რა გამოწვევები არის როგორც განათლების სისტემაში, ასევე დამსაქმებლების მიმართულებით. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ეთერს ნათია სორდია განაგრძობს, მე გემშვიდობებით ნახვამდის.